გამარჯობა. კვირის სიახლეების დრო მოვიდა, ცოტა მალე გავიდა ეს კვირა, მალე ჩამოგვივიდა ახალი დანები და მინდა რომ გაგიზიაროთ. ისევ მაღალი დონის დანებია, მეგობრებო. ცოტა ბიუჯეტურები ამ წუთას არ არის, მაგრამ ველოდებით და აუცილებლად იმასაც მალე შემოგთავაზებთ. აქ არის ახლა შერეული დანებია, ძალიან მაგარი დანებია სხვა შორის. ზოგი ძველი სკოლა, რომელიც უკვე აღარ იწარმოება და საკოლექციო, ზოგი პირიქით სულ ახალი, აი ახლა 1-2 თვის გამოსული მოდელიც არის 1-2 და რავი, ერთ სიტყვით ძალიან საინტერესო და კარგი დანებია და მოდი განვიხილოთ. ეს არის Benchmade-ის Presidio 2, მეგობრებო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი, თავის დროზე ამ დანაზე, რა ვიცი, მზედამთვარი ამოდიოდა რა იტყვიან და დღემდე ძალიან ისეთია ჩემთვის თავის ახასიათოც არის და ძალიან პრაქტიკული დანა, რაც თავარი ფორმა ისეთი აქვს, drop point-ი პირი აქვს, ეს 30 ფოლადი და ესეთი ლამაზი მექანიზმი ძალიან კარგებს მაქსის ლოკი, როგორც ბენჩ შეეფერება, აი ნახეთ, ან ისეთი რა კარგი სამუშაო და თან კარგი მექანიზმიანი დასაკეცი დანაა. ეს რაც შეეხება ჩვენს პრესიდიოს. შემდეგი გახლავთ ასევე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ისეთი განსაკუთრებული დანა, აი ეს სპაიდერ კარდი. ნახეთ, როგორი განსხვავებული ბარათია. ეს ინტეგრალია ტარი. ფოლადი AUS6 როდინდელი ფოლადია, იაპონური დამზადებულია იაპონიაში ეს დანა და დიზაინერი გახლავთ, ეს არის მისი ლოგო ედ ბრადიჩანსკი, რომელიც იყო ძალიან მაგარი ადამიანი. როგორი ხმა აქვს. ვიღაცისთვის ეს ახლა სრული სიმახინჯეა, მაგრამ აი თან ამ დროს ძალიან ისეთია რა, სხვა ემოციას იძლევა. სიძველეც იგრძნობა ამ დანაში და რაღაცა ისეთი სული აქვს, რომ ყოველთვის რომ მაინც აქტუალური და მაინც მაგარი და სახასიათო დანა იქნება რა. ეს რაც შეეხება ჩვენ Spider Card. შემდეგი დანა გახლავთ Microtech-ის Hera, მეგობრებო, mini. ნუ არ არის სტანდარტული, ესეთი ღამურების ნახატებით არის გაფორმებული. ძალიან ლამაზია, ესეთი 3D საკიდი აქვს. ფოლადი გვაქვს M390, ორლესული პირი, აი ესეთი სტოუნუში დაფარვით. პირი და სასიამოვნო მექანიზმი, როგორც Hera-ს ეკადრება და აქვს ხოლმე. ეს კი გახლავთ შიროგოროვის მოყვარულთათვის ნეონი არის. ესეთი ტიტანის ტარით, Elmax-ის ფოლადით. აი როგორც აი ჩებურკოვს აქვს ხოლმე რა, დაახლოებით ჩებურკოვის ხასიათი და მექანიკა აქვს რა. დიდად არ განვასხვავებდი და ფორმა ისეთი სტანდარტული შიროგოროს როგორც უყვარს ხოლმე. მოსადა და დახვეწილი დასაკეცი დანა. ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული ყველაფერი რა თქმა უნდა. არა, რაღაცა რიგითი და ისეთი დანა რა. ხო, ჩებურკოვი ვახსენეთ და გადავიდეთ მოდი ჩებურკოვზე ბარემ, ეს არის Taycan-ი, იცით თქვენ ეს მოდელი, ძალიან არ ჩაუწვრილ მანდები, უბრალოდ დააკვირდით კიდევ ერთხელ, მაინც სიახლეა, აღარ გვაქვს ახლა, მაგარ ქონდა და ახლა ჩამოგვივიდა ეს მოდელი. ესეთი ლამაზი ბრონზისფერი ანოდირებული ტიტანითა და ZDI დამასკოს ფოლადით. მაშინ მახსოვს პირველ ვიდეოში გავამახვილეთ ყურადღება იმ ტარისային გამოყვანებზე, ფორმებზე, როგორ ზის ყველაფერი ერთმანეთთან და როგორ გემოვნებით არის შესრულებული და ვიცი, იგივეს გავიმეორებდი და ასევე ჩვენთვის უკვე ცნობილი მოდელი ჩებურკოვის ლიდერი, ესეთ ფერებში ჩამოგვივიდა ახლა, ანალოგიურ ბრონზისფერი ტიტანი, ტექსტურირებული ტარი, რომელიც ხელში ძალიან კარგად ზის და ლიდერი ყოველთვის მოწოდების სიმაღლე თავის მექანიკითა და აი მაგარი დიზაინით, დახვეწილი ისეთი ჩამოსხმული დანაა. და კიდევ ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ასევე ჩებურკოვისგან. კატამუკი ჩამოგვივიდა მეგობრებო, აი დააკვირდით ამ სილამაზეს. როგორი ბიჭია, როგორი დიზაინი აქვს. გაგვიზიარეთ რამე თქვენი ემოციები კომენტარებში, ძალიან სიამოვნებს ხოლმე რაღაცა კარგ იმას რო ვიღებ თქვენსგან შეფასებებს, ესე ვთქვათ, აი ნახეთ როგორი ხსნება. ეს მოდელი პირველად რო ვნახე, ალბათ 1-2 თვის წინ რა, TikTok-ზე ვსკროლავდი და შემხვდა რომ ეს დაანონს ეს უნდა გამოეშვათ, ავი გადავიღრი ეს ემოციები არასდროს არ მოვიწყდება და ძალიან ველოდებოდი ამ დანის ჩამოსვლას. ეხლა ეს ერთი წელი ჩამოგვივიდა და კიდევ გვაქვს შეკვეთილი, ცოტა ხანში რამოდენიმე კიდევ გვექნება. მაგარი მოდელია ძალიან, რეკომენდაცია რა თქმა უნდა. ეს ჩავესია მეგობრებო, mini ultramari, ultramari უკაცრავად, მაგრამ არ არის სტანდარტული, არის custom ვერსია. დაგვიდით რა კარგად აქვს დამუშავებული ყველაფერი. ალუმინის ესეთი მოხატული ტარი, M390 ფოლადი. და თავისი ჩავესის ესეთი საკიდი. ეს სტანტოსებრი პირი, სხვადასხვა გრაინდებით, სტოუნუშია ეს M390. მოკლედ საინტერესო მცირე ზომის კუთხეებიანი დანა, როგორც უყვარს ხოლმე ჩავეს. ეს მეტფორდია მეგობრებო.
ნახეთ რა ლამაზი პირი აქვს, რაც ვულკანური დაფარვა უწერია, რაღაც ესე გადამავალი ფერები და ანუ ხდება. ისეთივე კლიპსა. ხოლადი გვაქვს ეს 35 VN. ნამდვილი ამერიკელი. ეხლა უკვე გადავიდეთ კანადელებთან, მეზობლებთან ნელ-ნელა რაღაც იმაშები. კანადელი გრიმსმოები ჩამოგვივიდა მეგობრებო. აი დააკვირდით ამ სილამაზეს, ისეთი სადა და მარტივი ფორმა აქ ერთ შეხვდის, მაგრამ ძალიან დახვეწილი და მაღალი დონის დანები, ამაში დარწმუნდებით. ეხლა რო გაჩვენებთ მექანიკას. ეს არის გრიმსმორ რასკი. და ოპა, ნახეთ რა უყოლ თავისით ყველაფერი არ უნდა ბევრი ძალისხმევა. ფერები როგორ გადადის ტიტანის ამდირება აქვს რაღაც ასწავლოთ შესრულებული ლამაზესი. ეგრევე ხელში შევიწერ, ხვდები რომ მაღალი დონის დანასთან გაქვს შეხება, შეფუთვაც მაგარი აქვს ამ დანებს. ეხლა არ მოგვთ არ რო გაჩვენოთ, ესეთი პლასმასის კონტეინერი აქვს და მიცები მოყვება კიდევ. ისევ გრიმსმოს ნორსმენი მინდა გაგიზიაროთ მეგობრებო. დააკვირდით, როგორი განსხვავებული არასტანდარტული ფორმა აქვს უბრალოდ. და დანაც მაღალი დონის Airwell 34 გვაქვს აქაც ფოლადი. აი ესეთი სხვადასხვა გრაინდებით, როგორი დაფარვა აქვს, როგორ მოყვება ზოლები, არ ვიცი ვიდეოში რამდენად აღიქმება, მაგრამ ძალიან ესეთი კარგი ის აქვს რა დაფარვა ძალიან მომწონს. მექანიზმი აქაც საოცარი. ახლა უკვე გადავიდეთ ესეთი მაგარი მექანიზმის მერე უკვე slip joint-ის მოყვარულთათვისაც გვაქვს კარგი სიახლე ჰერეტიკი. ასევე ნამდვილი ამერიკელი, ორი ხელით უნდა გახსნა და ორი ხელითვე დაკეცო ეს დანა. ძალიან მსუბუქია აი ამ კარბონის სკეილების ხარჯზე, ტიტანის საკითხი გვაქვს. ფოლადი მაგნაკათი. ესეთი ორ ფერში, ორ სხვადასხვა ტონში შესრულებული პირი. drop point პირი. ყოველდღიურდანვე ვფიქრობ შესანიშნავი ცალი ხელით შეიძლება მისი დაკეცვა. გახსნაც შეიძლება, მაგრამ აი საწოლებელია. უნდა იწოლებია ორი ხელი ესე კლასიკურად სადად მოკიდო და გახსნა. ასევე მეორე slip joint-ი, რომელიც ცალი ხელით იხსნება უკვე მარტივად და იკეცება, არის ეს CKF Custom Knife Factory, OK ქვია მოდელს. აი ესე იხსნება ძალიან კარგად front flip-ით. დიზაინერი გახლავს ალექსეი კონიგინი, ნადამება უკაცრავად, რომელსაც გაუკეთა ესეთი მაგარი ტიმასკოსის ნაკლებკა და ეს შეიძლება გამოიყენო ასევე საკიდად კლიპსის ვარიანტში. იკეცება ესევე პირდაპირ, როგორც slip joint-ი, სტანდარტულად კლასიკურად. ესეთი ლამაზი და განსხვავებული დასაკეცი დანა შემოგთავაზა Custom Knife Factory-მა. აი გადავალოთ კიდევ ერთხელ თვალი ჩვენს დღევანდელ დანებს მეგობრებო. და ვიცი, იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი დანების განხილვა, ჩვენი სიახლეები. აი დავიხუნძლეთ უკვე და კიდევ ბევრ მაგარ ამბებს ველოდებით რა, როგორც გითხარით, ცოტა ხანში ბიუჯეტური დანები ჩამოგვივა. კიდევ მაგარი ძველი მოდელები გვექნება, Spyderco-ს და Bench-ების ისეთი საკოლექციო და ძალიან არასტანდარტული პირიქით ძველები რა, რომელიც უკვე აღარ ისვევება და მაგას აუცილებლად ცალკე ვიდეო შემოგთავაზებთ და კიდე კაი შეკვეთებია მოკლედ და დანარჩენზე მერე ველაპარაკოთ. მადლობა და დროებით.